ძალიან საინტერესო ადამიანები შემოგვიერთდნენ, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ონლაინ ვაჭრობა დღეს ყველაზე გავრცელებული და მეტნაკლებად კომფორტული ვაჭრობის ფორმაა. თუმცა, ხშირად ნივთის შეკვეთისას, მომსახურების მიღებისას ან თუნდაც მშენებარე ბინის შეძენისას უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგებით. ხშირ შემთხვევაში არც მომხმარებელს და არც ამ მეწარმეებს დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში არ აქვს საკმარისი ინფორმაცია თუ რა დიდ რისკებს შეიცავს არაკეთილსინდისიერი სამეწარმეო საქმიანობა. დღეს ვისაუბრებთ კონკრეტულ მაგალითებზე, თუ რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიმართ და განსაკუთრებით რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს რამდენიმე წლით მათი თავისუფლების აღკვეთის საკითხიც კი დღის წესრიგში. ამ საკითხებში სრულყოფილად გასარკვევად დღეს სტუდიაში უკვე შემოგვიერთდნენ როგორც სამოქალაქო სამართლის ისე სისხლის სამართლის სპეციალისტები, თამარ კერძაია სამართლის ასოცირებული პროფესორი და ტარიელ კაკაბაძე სამართლის სისხლის სამართლის ადვოკატი არიან ჩვენთან ერთად. ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი თემაზე ვსაუბრობთ. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად ხართ. ყველას აწუხებს ფაქტიურად ეს საკითხი და თითქმის ყველა ადამიანს შეხებია თავის თავზეც კი მსგავსი ტიპის პრობლემა ქონია და ნამდვილად, იმიტომ რომ ვაჭრობის ფორმაზე, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, საკმაოდ კომფორტული შეიძლება ვუწოდოთ, მარტივი და 21 საუკუნეში მე მგონი ყველას ერთხელ მაინც გამოუცდია ვაჭრობის ასეთი ფორმა და მოდით დავიწყოთ კონკრეტული საკითხების განხილვით და წავიკითხავ ახლა თუ რას წერენ დაზარალებული ადამიანები. ონლაინ რეკლამაში ვნახე ბავშვის საწოლი, წინასწარ მომთხოვეს 30%-ის ჩარიცხვა და 3 კვირაში ჩამოგიტან საქართველოში აი ასეთი რამ უთხრეს მომხმარებელს. გადავიხადე ეს საფასური, ამის შემდეგ გავიდა 5 თვეზე მეტი და საწოლი ჯერ კიდევ არ ჩამოუტანიათ. ძალიან ბევრჯერ მივწერე, ავუხსენი, გაიზრდება ამასობაში ბავშვი და სულ აღარ მჭირდება საწოლი თქვა. ხან საერთოდ არ პასუხობდნენ, ხან მეუბნებოდნენ რომ შეფერხება გზაზე და ვერ ჩამოგვაქვს და დაელოდეთ, მოკლედ ძალიან ცნობილი ფრაზები, რაც ხშირად არაერთი ადამიანისთვის უთქვამთ და მოდით აქვე კიდევ ერთ მსგავს მაგალითსაც ვიტყვი, ინტერნეტით შევუკვეთე ვიდეოების გადასახებად ხმის მიკროფონი, თანხა წინასწარ გადავიხადე სრულად, მომიტანეს მეორადი ნივთი, რომ მივწერე პრეტენზია, მითხრეს არსად არ ეწერა, რომ ახალი უნდა ყოფილიყო. მოკლედ ეს ის შემთხვევებია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ერთხელ მაინც გამოუცდია და ძალიან საინტერესო. ორივე შემთხვევა რომ შევაჯამოთ, მოდით დავიწყოთ რა კონკრეტული ქმედებები შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიმართ. ქალბატონ თამარ, თქვენგან მოგესალმებით, დიდი მადლობა ტარიელ სტუმრობისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და წარმატებულ პოზიტიურ კვირას ვუსურვებ. ესე იგი დავიწყოთ სამოქალაქო სამართლებრივი ჭრილით და შემდეგ უკვე ტარიელი დაგვენახებს ამ ქმედებების სისხლის სამართლებრივ რისკებს. ზოგადად ჩვენი დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან გამოირჩევა იმით, რომ ბევრმა ისეთმა ადამიანმა დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც თითქოს ადრე წარმოუდგენლად მიაჩნდა და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ჩვენ ვხედავთ ონლაინ მოვაჭრებს, ჩვენ ვხედავთ დიასახლისებს, რომლებმაც გარკვეული პროდუქციით ვაჭრობა გადაწყვიტეს, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ვთქვათ მცირე თუ მსხვილ ბიზნესს და ეს ძალიან კარგია, რასაკვირველია, მაგრამ მეგობრებო, ბიზნესი დაკავშირებულია პასუხისმგებლობებთან. ახლა მოცემული ორი შემთხვევა რომ განვიხილოთ. სამოქალაქო სამართლებრივ ჭრილში აქ გვაქვს ორი ბერკეტი. აქედან ერთი არის გრძელვადიანი, ძვირიანი და ნაკლებად ეფექტური ამ შემთხვევაში, მეორე მოკლევადიანი და აბსოლუტურად უფასო. პირველ რიგში რა უნდა ვთქვათ? როდესაც პირმა შეიძინა ნივთი და ეუბნებიან, რომ აი ვერ ჩამოდის, შეფერხება გზაზე და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს არის ნასყიდობის ხელშეკრულება და რა თქმა უნდა, პირი ორგანიზაცია, რომელსაც ჩამოეტანა ნივთი, ვალდებული იყო ჩამოეტანა ნივთი დროულად, იმ დროში, მითითებულ დროში, რომელიც იყო სახელშეკრულებო პირობა, იმიტომ რომ ეს სახელშეკრულებო პირობა რომ ყოფილიყო სხვა თარიღი, შესაძლოა მომხმარებელს არ შეეკვეთა ეს ნივთი, ხომ? პირობითად 3 კვირაში მომხმარებელს მისაღები იყო მომხმარებლისთვის ნივთის ჩამოუტანა, მაგრამ შესაძლოა არ ყოფილიყო მისაღები 4 კვირაში ან 5 კვირაში. ეხლა რა შემთხვევაში თავისუფლდება ორგანიზაცია და არ ეკისრება მას პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო პირობის დარღვევისას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მხარეს იქნება ეს ორგანიზაცია, კერძო პირი თუ ფიზიკური პირი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რა დროსაც იგი თავისუფლდება მოვალეობის შესრულებისაგან, ანუ რაც სახელშეკრულებო პირობით იკისრა, აქვე დავაზუსტებ ხელშეკრულებას, რომ ვიყენებ სიტყვას, აქ არ გულისხმობ ხელმოწერილ ხელშეკრულებას, ხო? უბრალოდ მიწერა და შეკვეთა, ეს არის ჩვეულებრივი ხელშეკრულების დაგება, რა თქმა უნდა. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გარემოება ეს გახავთ ფორს-მაჟორული გარემოება. ანუ როდესაც ხდება ისე იმგვარი რამ, როგორიც არის მაგალითად სტიქიური უბედურება, მაგალითად სხვადასხვა პანდემია და ასე
ასე შემდეგ, რომელიც შეუძლებას ხდის შესრულებას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს რაში. როდესაც ჩვენ ორგანიზაცია გვეუბნება, რომ რა ვქნა, ჩემმა დამკვეთმა დამიგვიანა, ის ვისაც მე შევუკვეთე, იმან დამიგვიანა. ნახეთ რა ხდება, რომც იყოს დამნაშავე მესამე პირი, მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებელი არის ორგანიზაცია, ვინც დადო ხელშეკრულება. მხოლოდ და მხოლოდ ეს პირი. ამის შემდეგ ამ ორგანიზაციას შეუძლია თავის მხრივ ედაოს იმ თავის ქარხანას, საიდანაც უნდა წამოეღო ეს ტიპი, ეს მისი რისკია. მას ბიზნეს პროცესი იმგვარად უნდა დაელაგებინა, რომ მომხმარებელს რასაც შეპირდა, ის გაეკეთებინა. და თუ ამას ვერ აკეთებს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. გარდა ფორს-მაჟორული გარემოებისა, რომელშიც არ იგულისხმება ის, რომ რომელიღაც ქარხანამ ამ კონტრაქტორმა მხარემ დაუგვიანა შესრულება. ეხლა მეორე შემთხვევას რაც შეეხება მეორადნივთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ ვიცი რომ ცოტა დრო გვაქვს. მეორადნივთან დაკავშირებით პირდაპირ მომხმარებელთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ადგენს ვალდებულებას მოვაჭრეს ადამიანის, რომელიც სამრეწველო საქმიანობით და სავაჭრო საქმიანობით არის დაკავებული, რომ მიაწოდოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია არსებით პირობებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ნივთი არის ახალი თუ მეორადი, ეს არის არსებითი პირობა. ძალიან მნიშვნელოვანია, ფასიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესაბამისად, თუ ჩვეულებრივ მომხმარებელს არ შეეძლო ევარაუდა, რომ ეს არის მეორადი ნივთი, რას ნიშნავს ევარაუდა? მაგალითად, თუ მივდივართ, აწერია მეორადი ნივთების მაღაზია და შევდივართ და ვყიდულობთ ნივთს, შეიძლება ადგილზე აღარ განგვიმარტონ, რომ მეორადი ნივთია, მაგრამ სამაგიეროდ გარეთ აწერია. მაგრამ თუ კი ჩვენ ონლაინ ვყიდულობთ ნივთს ან იგივე მაღაზიაში და არსად არ აწერია, რომ ეს არის მეორადი, მაშინ ჩვეულებრივ მომხმარებელს აქვს განცდა, რომ ეს არის ჩვეულებრივად ახალი ნივთი, ამიტომ ვალდებულია მეწარმე მიაწოდოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ნივთი არის მეორადი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეუძლია მომხმარებელს მიიღოს არჩევანი. ამიტომ ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექვემდებარება საკითხი როგორც თანხის უკან დაბრუნებას, თუ შესრულებას უკვე აზრი აღარ აქვს, ასევე ზიანის ანაზღაურებას. ბერკეტი, პირველი სასამართლო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, სასამართლო არ არის ეფექტური ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არის გრძელვადიანი, ძვირადღირებული და 500 და 600 ლარის გამო როგორც წესი არ მიმართავენ ხოლმე. მიმართავენ, მაგრამ იშვიათად, მაგრამ მეორე და ყველაზე ეფექტური მექანიზმი სამოქალაქო სამართლებრივად, სანამ სისხლზე გადავალთ, არის რა? მომხმარებელთა დაცვის სააგენტო. არის ხელიხაზი, არის სოციალური გვერდი, არის იმეილი, არ ჭირდება არანაირი ფინანსები, არ ჭირდება ადვოკატი, არ ჭირდება რაიმე სპეციალური, ესე რომ ვთქვათ, რეგალიები, უბრალოდ სტანდარტული ფორმა არსებობს საიტზე, შევავსებთ და მივმართავთ, შეგვიძლია მანამდე დავრეკოთ და გავიაროთ კონსულტაცია, ეს ნომერი ხედავთ ამ ნომერს და აი ამ ნომერზე შეგვიძლია ძალიან მარტივად მოვაგვაროთ ეს საკითხი. და კონსულტაციაც გავიაროთ. ტარიელ, დილამშვიდობისა პირველ რიგში, მან ბოლოს შევეთქართ. მოდით ახლა ვისაუბროთ იმ საკითხზე, აი ცოტა პირდაპირ ვთქვათ და უხეშად სიტყვაზე. ასეთ არაკეთილსინდისიერ მეწარმეს თუ შეგვიძლია ჩვენ პირდაპირ მოვითხოვოთ მისი დაკავება, ციხეში გაშვება და ასე შემდეგ, აი რამდენად რეალურია ეს და რამდენად არის მისთვის ამის საშიშროება. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო საკითხები შეარჩიეთ. აქტუალური საკითხებია და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება. და რატომ? პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევა, ფაქტობრივად ყოველდღე ხდება ასეთი შემთხვევები, როდესაც აი მაგალითად Facebook-ზე დაარეკლამებენ კონკრეტულ ნივთს, დაწერენ ანგარიშის ნომერს, ადამიანები ურიცხავენ კონკრეტულ ანგარიშის ნომერს თანხებს, საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხშირ შემთხვევაში და საკმაოდ ბევრი ადამიანი და რა ხდება? არათუ ნივთს უგზავნიან ამ ადამიანებს, არამედ Facebook გვერდი საერთოდ უქმდება. საერთოდ უქმდება. ანუ რა ხდება? ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჩატარდეს სწრაფი ეფექტური გამოძიება და ეს მოცემულობა თუ დადასტურდება მტკიცებულებებით, აქ უკვე თანხლითობის მუხლით უნდა მიეცეს პასუხისმგებაში დანაშაულის ჩამდენი პირი. რაც შეეხება თანხლითობას, პირველი, მეორე, მესამე ნაწილი არის მოგეხსენებათ დამამძიმებელი გარემოებები აქვს ამოხს და პირველი, მეორე, მესამე ნაწილი ითვალისწინებს როგორც თავისუფლების აღკვეთას, როგორც ქვემწანეთ, ასევე ჯარიმას. როგორ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ ჯარიმა შეუფარდოს თუ თავისუფლების აღკვეთა? იმის მიხედვით არსებობს თუ არა შემოსულუქებელი გარემოებები. აი მაგალითად, თუ დანაშაულის ჩამდენი პირი ზარას აანაზღაურებს და გადაუხდის უკან, ასე რომ ვთქვათ, აუნაზღაურებს სრულად იმ სიანს, რომელიც მიაყენა კონკრეტულ პიროვნებას ან კონკრეტულ ორგანიზაციას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო იქნება ბევრად უფრო მობიერი და თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად უკვე ჯარიმა იქნება საჭირო. მაგრამ თუ ის
ბოდიშ დაგკითხავთ, ესიანი ჩარიცხულ თანხაზე ბევრი იქნება თუ კონკრეტულად ის თანხა იქნება, რაც მაგალითად იმ არარსებულ Facebook გვერდზე ჩარიცხა მომხმარებელმა. დიახ, მოგახსენებთ, ზოგადად, როდესაც ბრალდების დადგენილება დგება, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება დგება, აუცილებელია, რომ კონკრეტულ დოკუმენტში მითითებული იყოს ის ზიანი, გამოთვლილი იყოს ის ზიანი, რომელიც მიაყენა და მითითებული იყოს. შესაბამისად, სწორედ ამ თანხის ანაზღაურება უკვე ნიშნავს, რომ სასამართლოს აქვს სერიოზული შემოსაბუთებელი გარემოება. ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ სისხლის სამართალი ცოტა განსხვავებული წარმოდგენა აქვს სისხლის სამართლებთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ მე რომ ახლა საჩივარი შევიტანო პოლიციაში, პროკურატურაში, შემდეგ თუ ასე რომ ვთქვათ, ეს თანხა მივიღე, თუ ზარალი ამინაზღაურდა, შემიძლია უკან გამოვიტანო. ამ მსგავსი რამ სისხლის სამართალში არ არსებობს. ანუ დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ უკვე საჩივარი შეტანილია, თუ უკვე გამოძიება დაწყებულია, შენ რომ აგინაზღაურდეს სრულად ზარალი, მაინც უნდა დაისაჯოს. უბრალოდ საჭელი იქნება ცოტა სხვა. საჭელი იქნება ბევრად უფრო გოლიერი, არა თავისუფლების აკვეთა, არამედ ჯარიმა. ეს მეც ვემხრობი, რა თქმა უნდა, მსგავს მიდგომას, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი мотиваცია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირისთვის, რომ მან აუნაზღაუროს და სწრაფი მართლმსაჯულება განხორციელდეს. აი, თამარმა ძალიან კარგად ახსენა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი დრო ჭირდება სამოქალაქო საქმის წარმოებას, ძალიან ხშირად, როგორც ვიცი, 3 წელი, 4 წელი, 5 წელიც კი გაგრძელებულა და ბევრად მეტი დროც. ამ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა, კონკრეტული პირი იმის შიშით, რომ ის შეიძლება გადაურჩეს ძალიან სერიოზულ საჭირს არარს ანაზღაურებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება. კი ბატონო, მოდით ახლა მშენებლობასა და რემონტებზეც ვისაუბროთ. კვლავ დაზარალებული მომხმარებლის ტექსტს ვკითხულობთ ახლა. შევიძინებინა საინვესტიციოდ, მინდოდა გამექირავებინა და გარანტირებული შემოსავალი ჰქონოდათ ჩემშვილებს. ბინა 2020 წელს უნდა ჩაბარებულიყო, გავიდა 4 წელი და ბინა კვლავ მშენებარია. მეორე დაზარალებული მომხმარებლის შემთხვევა კი ასეთია, შევუკვეთა რემონტი ერთ-ერთ კომპანიას, მასალებიც თვითონ უნდა ეყიდათ, როცა მოიტანეს კარფანჯარა და წყლის გაყვანილობის მილები, აღმოჩნდა ძალიან იაფფასიანი პროდუქცია. მოვიძიე ფასები და 3-ჯერ ნაკლები ღირდა, ვიდრე ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული. თამარ, აი ასეთი შემთხვევაში რა ფინანსური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს აი ამ კომპანიას, არემონტო კომპანიას ან მშენებელს? სამწუხაროდ მეგობრებო, ვერ აშენებული კორპუსები, ბინები და უხარისხოდ აშენებული და გარემონტებული ბინები კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება სამშენებლო ბიზნესში. სამწუხაროდ ეს ეხებათ უკვე არა ახალ დაწყებულ და ისეთ სამშენებლო კომპანიებს, რომლის სახელები არ გიხსენია, არამედ ეს ეხება ისეთ სამშენებლო კომპანიებსაც, რომელზეც თითქოს ვერ წარმოვიდგენთ, რომ ამხელა პროექტს აკეთებს, ამხელა რაღაცას აკეთებს და როგორ შეიძლება, რომ ეს იყოს არაპროფესიონალი და ვერ ჩაბაბაროს ბინა. ახლა ეს кейსი ჩემთვის ძალიან ნაცნობია. რა თქმა უნდა, არ დავასახელებ სამშენებლო კომპანიას, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სამშენებლო კომპანია და 4 წელია ვერ ჩააბარეს ბინა, როცა 2020 წელს უნდა ჩაბარებულიყო. აქ რა არის მნიშვნელოვანი, მეგობრებო? ამ შემთხვევაში ბინის მყიდველს, მომხმარებელს აქვს არამხოლოდ იმის უფლება, რომ ასე ვთქვათ, მოითხოვოს დროულად დასრულება ბინის, არამედ მას აქვს ზიანის ანაზღაურების უფლებაც. რა არის ეს ზიანი? ეს ზიანი შეიძლება იყოს პირველ რიგში, ხლა ამ შემთხვევაში საინვესტიციოდ მინდოდაო ადამიანი პირდაპირ ამბობს, ანუ მას იმ წუთიდან, როცა უნდა ჩაბარებოდა დღემდე, ეს ბინა უნდა გაექირავებინა. შესაბამისად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და აქ უნდა იზრუნოს აუცილებლად მყიდველმა, რომ წარადგინოს შესაბამისი დასაბუთება, რომ ის აპირებდა ამის გაყიდვას და მთელი იმ პერიოდის განმავლობაში გაქირავებას, და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა ზიანის მას მიადგა, აუცილებლად ეს ზიანი უნდა ანაზღაურდეს მთლიანად. ანუ რამდენითაც უნდა გაექირავებინა. მეორე საკითხს რაც შეეხება ხარისხთან დაკავშირებით, ამაზე აუცილებლად უნდა გადავცეთ სისხლის სამართლის კუთხით, ძალიან საინტერესოა ეს თემა, მაგრამ სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით გეტყვით, რომ რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ზიანი უნდა ანაზღაუროს, ანუ დააბრუნოს ეს თანხა, არამედ თუ კი ამ უხარისხო პროდუქტმა გამოიწვია ან რამის დაზიანება, ან წყლის გაჟონვა, ან სხვა ზიანი, რომელიც მიადგა მესაკუთრეს, ან მეზობლებს, ნებისმიერი ზიანი, რაც იყო გამოწვეული ამ უხარისხო პროდუქციით, უნდა მოხდეს ანაზღაურება აი ამ სარემონტო კომპანიის მიერ, რომლის შესრულებაც ითვალისწინებდა ხარისხიან პროდუქციას და მან 3-ჯერ ნაკლები ფასით შეიძინა უხარისხო პროდუქცია. კი ბატონო, და სისხლის სამართალი რას ითვალისწინებს აი ამ кейსის შემთხვევაში?
მოგახსენებთ, იმისათვის, რათა საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული, ორიოდე სიტყვით წინა კითხვას მინდა კიდევ რაღაც დავამატო, არსებობს ასეთი მუხლი მომხმარებლის მოტყუება. ანუ შეიძლება ადამიანმა იყიდოს 500 ლარის ღირებულების რაღაც ნივთი, მაღალი ხარისხის ნივთი და გაუგზავნონ 50 ლარიანი ნივთი. ძალიან ხშირია პრაქტიკაში ესეთი შემთხვევა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რომ ეს არის დაჟადი ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აუხსნათ, რომ აღნიშნული ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 219 მუხლით და დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში ეს მუხლი შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს თავისუფლების აღკვეთას როგორც საჭირის სახეს. აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც მსგავს დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის ყოველდღიურად უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ვინაიდან თუ კონკრეტული დაზარალებული ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის ჩამდენი პირის თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის შედეგი დადგა მშენებლობებთან დაკავშირებით. მშენებლობებთან დაკავშირებით, რაც შეეხება არაერთი შემთხვევა, რა თქმა უნდა, კვირა არ გავა, რომ არაერთი ადამიანი არ მიეცეს პასუხისგებაში აღნიშნული მუხლით. კარგად რომ გავაკეთოთ ანალიზი აღნიშნული ქმედების და კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ. აი მაგალითად პირთან მაქვს რაღაც შეთანხმება, კონკრეტულ ორგანიზაციასთან მაქვს რაღაც შეთანხმება, რომ უნდა ააშენოს სახლი. კერძო სახლი უნდა ამიშენოს. შეთანხმება არის, რომ უნდა გადავცე, რა თქმა უნდა, $100,000. აქედან $70,000 უნდა შეიძინოს სამშენებლო მასალები უმაღლესი ხარისხის, ხოლო $30,000 იქნება მომსახურების საფასური. ადგა ეს კომპანია და $70,000 კი არ შეიძინა სამშენებლო მასალები, არამედ $20,000 ძალიან მდარე ხარისხის მასალები და დანარჩენი თანხა $50,000 კომპანიის დირექტორმა საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს მაგალითი მომყავს, იმიტომ რომ ერთი საქმე არის, ზუსტად მსგავსი პრეცედენტი არის, რა თქმა უნდა, ეს არის უკვე მითვისება სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლი და დამამძიმებელი გარემოებები აქვს. მესამე ნაწილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებულად დიდი ოდენობით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.